Დამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე City Parks ავტომობილების საჯარიმოზე კანონდარღვევით გადაყვანასა და მათ დაზიანებაში ადანაშაულებს მჟავანაძის განცხადებით საჯარიმოზე გადასაყვანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გაუმართავია და ის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამის შემოწმებას არ გადის, რაც ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანისას მათ დაზიანებას იწვევს. City Parks-ში განმარტავენ, რომ ყველა ევაკუატორი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, რაც შეეხება ავტომობილების დაზიანებას. Ამ შემთხვევაში დაზღვევა ნებისმიერ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს. მანქანები, რომლის საშუალებითაც გადაყავთ საჯარიმოზე მანქანები, ეს არის ამწეები და ამ მანქანებმა უნდა გაიაროს ტექნიკურ ზედამხედველობაში შემოწმება და უნდა მათ მიენიჭოთ რეალურად შესაბამისი ლიცენზია. რეალურად არ ხდება აღნიშნულ სამსახურში ამ მანქანების შემოწმება, ძიმე წონის მანქანები უვარდებათ, ამით რეალურად მანქანის სიჩქარების კოლოფი ზიანდება, ანუ ეგრეთ წოდებული გიდრავლიკა, ანუ ის ტექნიკური აღჭურვილობა მანქანის ზიანდება. კომპანია City Parks ყველა ევაკუატორი, რომელიც ამჟამად მუშაობს, არის ევრო სტანდარტების, ყველა ავტომობილი არის საერთაშორისო წარმოების, უმეტესი მათგანი არის იტალიური, ეს ის მანქანებია, რომლებიც არა მარტო თქვა საქართველოში ანხორციელებენ მსგავს სერვისს, არამედ საზღვარგარეთ, თუნდაც ისრაელში, სწორედ ასეთივე მანქანებით ოპერირებენ ისრაელშიც. შესაბამისად, ამ მანქანებს აქვთ ყველა ის სტანდარტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს და ყველა არის ევრო სტანდარტი.